ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 28 აგვისტოს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა შესრულდა. საღვთო ლიტურგია აღევლინა გორის საკათედრო ტაძარშიც. მარიამობის დღესასწაულს წინ ორკვირიანი მარხვა უძღოდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე მარიამობა 12-თაგან ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია. მამანო, ძმანო და ტანო, გილოცავ დღევანდელ დღესასწაულს მართლმადიდებელი ეკლესია დღევანდელ დღესასწაულობს მიძინებას ყოვლადწმინდისა, ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა, მარიამისა, შეგვეწიოს მისი მეოხება, მისი ძალა და მადლი და მისი მფარველობა არ მოკლებოდეს სრულიად საქართველოს, მთელ მსოფლიოს და თითოეული ჩვენგანის ოჯახს. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ დედა ღვთისმშობელმა და მეოხი იყოს ძისა, მისისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს წინაშე და როდესაც მოხდება ჩვენი გარდაცვალება უფლის ნებით წინ წაგვიწყეს ცათა სასუფევლისკენ დედა ღვთისმშობელი და მისი კალთა ფარავდეს თითოეულ თქვენგანს. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ უფალმა და შეგეწიოთ მისი მეოხება და მფარველობა. საეკლესიო სწავლებით ღვთისმშობელს მისი მიძინების დღე უფალმა მთავარანგელოზ გაბრიელის მიერ ახარა, რომელიც მას ზეთისხილის მთაზე ლოცვისას გამოეცხადა. მთავარანგელოზმა ღვთისმშობელს ამცნო, რომ 3 დღის შემდეგ მიიძინებდა. ამის დასამოწმებლად კი სამოთხეში დარგული ზეთისხილის ხის ტოტი გადასცა, რომელიც ღვთაებრივი მადლით ბრწყინავდა. იგი მის საფლავთან უნდა მიეტანათ. ღვთისმშობლის სურვილისამებრ უფალმა საქადაგებლად წასული წმინდა მოციქულები მიძინების დღეს ღვთისმშობელთან გამოსამშვიდობებლად შეკრიბა. ყოვლად წმინდა ღვთისმშობელი მოციქულებმა გეთსიმანიის ქვაბულში დაკრძალეს. ამ პროცესს თომა მოციქული არ ესწრებოდა. მესამე დღეს მოციქულებმა მისთვის ქვაბულის ლოდი გადააგორეს და აღმოაჩინეს, რომ ღვთისმშობელი უფალმა მკვდრეთით აღადგინა და ხორცით ზეცაში ამაღლდა. ამიტომ ეკლესია ღვთისმშობლის აღსასრულს მიძინებას უწოდებს. ყველას უროცავ მარიამობას და სრულიად საქართველოს უროცავ მარიამობას და ჩემნათლიასაც მეუროცავ მარიამს. ცოთ მარიამობას და მრავალ საერთოდ. გილოცავთ მარიამობას. გილოცავ ჩემ დედაქალაქს, ჩემ ქალაქს. ჯანმრთელობა დღეძებდა და მშვიდობა არ მოაკლოს უფალმა. მრავალს და გასწროთ უფალმა, ყველა ალალ მართალ მართლმადიდებელი ეკლესიის მხრევრს უროცავ დღევანდელ დღეს. წმინდა დედა ღვთისმშობელი შეეწიოს და დაიფაროს და დალოცოს დედა ღვთისმშობელა სრულიად საქართველო. შეგახსენებთ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე მარიამობა 12-თაგან ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია. 28 აგვისტოს საქართველოში უქმე დღედაა გამოცხადებული.